კალაგურჯაანში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადები მოწესრიგდება. სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე სავარაუდოდ მიმდინარე თვიდან დაიწყება. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით დაგეგმილია საკანალიზაციო სისტემის სრული რეაბილიტაცია და ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ დაიგეგმა მისასალმებელი პროექტია კანალიზაციის სრული რეაბილიტაცია ქალაქის მასშტაბით და ახალი გამწმენდი ნაგებობის მოწყობა. ამიტომ შევწყვიტეთ ქალაქის მასშტაბით გამოცხადებული ტენდერები საგზაო სამოსის მოწყობისა და გადავითამაშეთ სოფლებზე. ეს დაახლოებით შეადგენს 7,700,000-მდე ლარის ღირებულების საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოებს, რომლებიც სხვადასხვა სოფელზეა გათვლილი. აქედან 4 მილიონი ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერის გამოსაცხადებლად უკვე მივმართეთ ჩვენ რეგიონალური განვითარების სამინისტროს და სულ რაღაც ალბათ 2-3 დღეში გამოცხადდება უკვე ტენდერები და განახლდება სამუშაოები. ამის გარდა 18 მაისს მთავრდება უკვე გამოცხადებული ტენდერი ქალაქის მასშტაბით ფასადების რეაბილიტაციის ტენდერი, რომელიც გულისხმობს რუსთაველის, სანაპიროს ქუჩის, გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას.